დიახ, საქალაქო სასამართლო ყურადღების ცენტრში 3 საათიდან იქნება სწორედ ამ დროს არის ჩანიშნული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლოს ხდომა ოპოზიციის დევნის საქმეზე პირველი შუამდგომობა, რომელსაც დაცვის მხარე დააყენებს, შეეხება სწორედ სასამართლო პროცესების გახსნას, რადგან ადვოკატები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სასამართლოს ხდომებზე გასამართლდნენ პოლიტიკოსები და ყველა მტკიცებულება, რომელიც საქმეში პროკურატურას აქვს, საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს. თუ არაფერი აქვს დასამალი ქართულ ოცნებას ხდომები უნდა გაიხსნას. ეს არის დღეს უფლებადამცველების პოზიცია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე თამარ მახარობლიძე, ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ აქვს არანაირი არგუმენტი სასამართლოს, რომ სასამართლო პროცესები იყოს დახურული. ბრალდების მხარის ინტერესებში ნამდვილად არ არის ღიაობა და საჯარო სხდომა იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ეს საქმე არ არის ნაწარმოები მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სრულიად აბსურდული ბრალდება აქვს წარდგენილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ამ საქმის მიზანი არ არის რაღაც კონკრეტული დანაშაულის გამოძიება, არამედ ამ საქმის მიზანი არის პოლიტიკური ოპოზიციის განეიტრალება და დიქტატურის გამტკიცება ქვეყანაში. ეს არ არის სისხლისამართლებრივი დევნა, ეს არის დუტერტეს სტანდარტის, იდი ამინის სტანდარტის სახელმწიფოს ბრალდებები და ბუნებრივია აი თქვენ რო არ გააშუქოთ პროცესზე მიმდინარე აი უსამართლობა და ის კომიზმი და ის ისტერიკა რაც ხდება იქ, ამის გამოა დახურული სასამართლო განხილვა და არა იმის გამო რომ სისხლისამართლის პროცესი მსგავს ითხოვდეს და არა იმის გამო რომ ობიექტური საჭიროება არსებობდეს ცარიელ დარბაზში ჩატარება პროცესისა. დაცვის მხარე რა თქმა უნდა დააყენებს შრომდგომობას აუცილებლად, რომელიც ითვალისწინებს ხდომის გახსნას, ვინაიდან მოსამართლეს აქვს ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებში რომ გამოიყენოს ღონისძიება კონკრეტული პირის მიმართ და ვინც დაარღვევს წესრიგს, გაუშვას და დაატოვებინოს დარბაზი და ეს კოლექტიურად არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ამ შრომდგომობას დავაყენებთ. ახლა ვერაფერს ვერ იტყვის პროკურატურა, ვინაიდან ერთი პირდაპირ მტკიცებულებას არ არსებობს საქმეში 53 ტომში, რომელიც დაადასტურებს რაიმე ნაწილში მამუკა ხაზარაძის და ბადჯაფარიძის დანაშაულ ქმედებას. ვით ავაყენებთ შემოდგომობას, რომ ვინაიდან არის საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნულ სასამართლოს ხდომა, რომ გაიხსნას და მიეცეს შესაძლებლობა პრესას და მოქალაქეებს, რომ დაესწროს ხდომაზე, ასევე დაცვის მხარე წარადგენს შესავალ სიტყვებს. ამის შემდგომ უკვე რა თქმა უნდა დაიწყება ეტაპობრივად იმ არარსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლებიც საქმეში არის მოცემული. ეს არის და ეს ნიკა თუ ესწრება ამ სასამართლოს. ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლოს ხდომას არ ესწრება. ოპოზიციის დევნის საქმეზე რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ ნიკა მელია და ელენე ხოშტარია სასამართლოს ხდომას არ დაესწრებიან, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან საბედრაგო სამსახური სასამართლოში გადმოიყვანს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. რაც შეეხება სხვა ბრალდებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ლუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებულები იყვნენ, თუმცა მათ მოიხადეს სასჯელი, ყველა მათგანი სასამართლო პროცესზე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერების პოზიციაც ადვოკატების მსგავსად არის ის, რომ სასამართლო სხდომები უნდა იყოს საჯარო და ყველამ ნახოს რა მტკიცებულებების საფუძველზე უყენებს უმძიმეს ბრალდებას ოპონენტებს ქართული ოცნება.